მთელი აქტიურ ფაზაში შედის ამ დროისათვის კახეთის რეგიონში გადამუშავებულია 37,000-ზე მეტი ტონა ყურძენი, აქედან 17,000 ტონა რქაწითელი, 17,000 ტონა საფერავი, 1,600 ტონა კახური მწვანე, დანარჩენი კი სხვადასხვა ჯიშის ყურძენი. ღვინის კომპანიებში ყურძნის რეალიზაციის შედეგად კახეთის რეგიონის მევენახეებმა შემოსავლების სახით 32,400,000 ლარი მიიღეს. ღვინის კომპანიებს ყურძენი უკვე 5,000-მდე მევენახემ ჩააბარა. გადამუშავებული ყურძნის რაოდენობით მუნიციპალიტეტების მიხედვით შემდეგი მდგომარეობა. გურჯაანი 13,400 ტონა, ყვარელი 9,400 ტონა, თელავი 6,800 ტონა, სიღნაღი 6,000 ტონა, დედოფლისწყარო 1,300 ტონა, ლაგოდეხი შედარებით ნაკლები 486 ტონა, საგარეჯო 430 ტონა და ახმეტა 234 ტონა. ამ მონაცემებს სულ რამდენიმე წუთში გადავამოწმებ. გიორგი სამანიშვილს დაურეკავთ ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარედ, სანამ ეს ყველაფერი ტექნიკურადაც გაიმართება. იქამდე კიდევ რა ამბები გაქვს ნინო ჩვენთვის? გიორგი, უნდა მენდოთ, ყველაფერი გადამოწმებულია. გიორგი სამანიშვილი შეგვიძლია მოვიკითხოთ ისე. ჩინეთ საქართველოს შორის